სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც 1984 წლის 29 აპრილს იქნა ჩაწერილი. 22 ნაწილს ამ კითხვით დავასრულებთ და ბოლოს ლოცვით დახურავს ბატონი ჯონი ამ სესიას და ამ დღეს და გადავალთ ხვალიდან ალბათ 29 ნაწილზე, თუ უფალი ინებებს. გამარჯობა ჯონ, მე მქვია ლანა ჯონსონი და მე მაქვს შეკითხვა. როცა უსმეთ სეკულარულ თოლკ-შოუებს ტელევიზორში. გადაცემის ბოლოს წამყვანი აკეთებს ხოლმე განცხადებას, რომ ევანგელისტურ ქრისტიანებს ჯერათ ამის. ამ დროს ისინი საერთოდ ბიბლიური არ არის. და სტუმარი, რომელიც ასევე სრულიად გამორთული არის რეალობიდან და ის ეწევა ქრისტიანობის დისკრედიტაციას. თუ მე მათ გაუგზავნი წერილს, ეს რაიმე გავლენას მოახდენს? და მე ესე დავასათაურე. შემიძლია წერილის მიწერა ტელევიზიაში, სადაც ხდება ქრისტიანობის დამახინჯება. და ჯონ მაკარტური პასუხობს. თუ ეს იქნება სიყვარულში დაწერილი. თუ ეს იქნება დამაჯერებელი მტკიცებულებებით. მას აუცილებლად ექნება გავლენა. ამიტომ იყავით დამაჯერებელი, უბრალოდ ნუ იღრიალებთ, ნუ იყვირებთ, რასაც აკეთებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ადამიანები, როდესაც წერენ, იწვევენ აჟიოტაჟს, რაღაცა შეურაცხყოფელ წერილებს წერენ, თქვენ იცით რომ არაფერი არ გამოგივათ. მე ახლა ვიყავი პასტორების კონფერენციაზე და ჩვენ ამ კითხვით სხვათა შორის დავასრულებთ ჩვენ სესიას და შეგიძლიათ თქვენ დაჯდეთ. პარასკევს ვიყავი პასტორების კონფერენციაზე კანზას სიტიში. და შემდეგ როდესაც დავბრუნდი სასტუმროში, სადაც ყველა ერთად ცხოვრობდით. სადარბაზოში როცა გავედი, ქალი მელოდებოდა და მან მითხრა: "მე გელოდები თქვენ." მე ვუთხარი, "ხო, დიახ, მე 200 მილი გამოვიარე თქვენთან სასაუბროდ." და მე ვუთხარი, "კეთილი, რაზე გიდოდა ჩემთან საუბარი?" და მან მოახალა. "მე მოვედი რომ გაგაფრთხილოთ, რომ თქვენ ცრუ მასწავლებელი ხართ და ხალხის შეცდომაში შეკავთ." და მე ვუთხარი წყნარად დამშვიდებულად. "გასაგებია. მოდით დავსხდეთ და თქვენ შეგიძლიათ მითხრათ თუ რაში ვცდები." ასე რომ ის დამიჯდა და მითხრა, "თქვენ ნამდვილად იძლევით ცრუ სწავლებას და ატყუებთ ხალხს. იმიტომ რომ ხალხს თქვენი სჯერა. ასწავლით ისეთ რამეებს, რაც ეწინააღმდეგება ღმერთს და ეწინააღმდეგება წმინდა წერილს." და მე ვუთხარი ისევ წყნარად. "იცით, თქვენ რისი მწამს და რისი მჯერა?" და მან თქვა, "დიახ, მე ვიცი რისის გჯერათ." და მან თქვა, "მე შეუკვეთე აუდიო ფირები ამ თემაზე." და მე ვუთხარი, "მერე თუ მოусვინეთ მას." და მან თქვა, "არა, არ მომისმენია." და მე ვუთხარი, "რატომ არ მოусვინეთ მაგას?" მე გადავწყვიტე რომ არ მომესმინა. მე უკვე ვიცი რისიც მჯერა, ამიტომ რატომ უნდა ავირიო გონება? თქვენი აუდიო ფირები ისეთი დამაჯერებლები არიან, რომ მე მეშინია რომ გადამიყვანონ თავიანთ აზრზე. და მე ვუთხარი, "კარგით, მაშინ მოდით ნება მომეცით რომ გაჩვენოთ ბიბლიაში და წაუკითხე მას რამოდენიმე მუხლი. მე არ მაინტერესებს, მე ვიცი უკვე რისიც მჯერა." და თქვენ რა გონიეთ, ეს ჩემზე იმოქმედებდა? არა, ეს არანაირ გავლენას არ ახდენს ჩემზე. უბრალოდ მე ვწუხვარ ასეთ საკითხებზე. და მე ვუთხარი, "ძვირფასო ქალბატონო, ამის სათქმელად თქვენ მთელი დღე 200 მილი გამოიარეთ? ეხლა კი ღამის 11 საათია და უკან დაბრუნებას აპირებთ კიდე 200 მილის გავლას სახლში წასასვლელად?" "დიახ, ვაპირებ." და მე ჩემ გულში გავიფიქრე, ნახეთ, როგორ არის ადამიანები ესე შეშინებულები, არც კი იციან რას ვლაპარაკობ და ისე ყურმოყრულად ცდილობენ რომ დამიპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მომაყენონ. მე ვჯერა რომ არიან ბევრი ადამიანები, რომელსაც ანალოგიური გაცდა უჩნდებათ. და მე ვიცი ეს რატომ ხდება. იმიტომ რომ სხვა პასტორებისგან განსხვავებით მე თავს არ ვიქებ, მაგრამ მე რასაც ვსაუბრობ, მე დამაჯერებლად ვსაუბრობ.
ამიტომ თქვენც, როცა დაწერთ, თქვენ უნდა გჯეროდეთ და იყოთ დამაჯერებელი. და რა თქმა უნდა, ასევე ბიბლიური სწორი ჭეშმარიტებით. ამასთან უნდა ახლოვდეს მოსიყვარულე გული. თორე ისე თქვენ ზემოქმედებას ვერ მოახდენთ. ესე იგი დამაჯერებლობა და სიყვარული. და მე ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს იმის გაკეთებას, რის თქვა გაკეთებასაც თქვენ აპირებთ და რაც ვკითხეთ. და მე ამას ყოველთვის ვაკეთებ დრო და დრო. თქვენ უნდა იყოთ დამაჯერებელი. მთელი ქადაგებების, მთელი იდეა ეს არის ხალხის დარწმუნება. და ხულისხმობ, რომ არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შეგიძლიათ ქადაგებელს თქვენ შეხედოთ. მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რასაც ვლაპარაკობ, ჯერ მე უნდა მჯეროდეს ეს მყარად, მაგრად და შემდეგ ეს უნდა იყოს დამაჯერებელი, რათა ადამიანებზე ეს გადავიდეს, ეს რწმენა. მე გეტყვით ერთ ძირითად ჩემ პრინციპს. მე თქვენს დარწმუნებას ვცდილობ. იმედი მაქვს, რომ ჩემი ქადაგება, როდესაც დავამთავრებ, თქვენ მიგიყვანთ იმ ზღვრამდე, რომ თქვენ ამ გზავნილს ანიღებთ, ან არა. და კარიდან როცა გადიხართ, ამბობთ, მე ამას გავაკეთებ. ან არ გავაკეთებ. და თუ უბრალოდ გახვალ და იტყვით, იცით რა, ეს კარგი იყო, ეს იყო რაღაცა სასიამოვნო ყურში. ბევრი რამე ვერ გავიგე, მაგრამ ჩემი მიზანი მიღწეული არ არის. მე თქვენში უნდა გამოვიწიო რეაქცია. და ეს რეაქცია უნდა იყოს ან დადებითი, რომ თქვენ დარწმუნდით, ან კიდევ პირიქით, უარყოფითი და მძაფრი. ორივე შემთხვევაში მე მოგებული ვარ. ახლა რა არის ყველაზე დიდი რამ, რომლითაც მე შემიძლია დაგარწმუნოთ? რა იქნება თქვენთვის ყველაზე დამაჯერებელი? ეს არის ზუსტად ბიბლია, რაც აქ არის მოწოდებული. და ამიტომაც ვიყენებ εμას. ასე რომ თქვენ ძირითადად ცდილობთ, რომ შეარყიოთ ადამიანების რწმენა, რისიც მათ წამთ, გარკვეული გაგებით, და ეს არის ღვთის სიტყვის მიწოდება. და ეს უნდა გააკეთოთ დამაჯერებლად და დარწმუნებით. მარტო ნუგეშის სცემა არ არის საქმე ღვთის სიტყვით. ასე რომ ისინი დააპირებენ ან მას მიღებას, ან უარყოფას. და თქვენ აიძულებთ ხალხს ამისაკენ. საკმარისი არ არის მხოლოდ ინფორმაციის გაჟღერება და გადაყრა მათთვის. ასე რომ რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის ის, რომ მესეჯის გზავნის გადაცემისას თქვენ უნდა იყოთ აბსოლუტურად დამაჯერებელი. ასე არწმუნებდა პავლე ხალხს, იმითი, რაც გონივრული იყო, რაც სულიერი იყო და რაც იყო ბიბლიური. კეთილი, ჩვენ ამით დავამთავრებთ. თუ გაქვთ კიდევ სხვა შეკითხვები ეკლესიასთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლია მოგწეროთ, მაგრამ ამ საღამოს მოდით ამით ვიკმაროთ. მე არც მეშინია, სულაც არ მეშინია ნებისმიერი კითხვების. მე გულისხმობ იმ ახალგაზრდას მენდეს, რომელსაც კითხვა ჯვარზე. მე არ მაწუხებს პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება ზოგიერთს აწუხებდეს გორაზე ჯვარის დამაგრება და შეიძლება ბევრ ადამიანმაც ის დაინახოს და კარგი იყოს. მე მაინტერესებს თუ რას წარმოადგენს ეს, უფრო მინდა გავარკვიო და მართლაც შეიძლება ადამიანები ქრისტესთან მივიდნენ, მაგრამ ჩვენთვის დღევანდელ მოცემულობით პრიორიტეტების საკითხი უფრო სხვა რამეში იდება და სხვა რამესთან ვახდეთ ინვესტიციას. ჩვენთვის არის პრიორიტეტული სამსახურები. იმიტომ რომ შეიძლება პიროვნებმა თქვას, მე მირჩევნია ფული ჩავდო ლიტერატურაში, რათა ადამიანებმა შეძლოს სახარების წაკითხვა. ასე რომ თქვენ უნდა აღმოაჩინოთ რა არის პრიორიტეტული. და შესაძლოა არის რაღაცები, რასაც თქვენ ფიქრობთ, უყურებთ
ასევე ჩვენ ცხოვრების ეკლესიას და ამბობთ, აი თქვენ ხართ ეხლა ამ თქვენ სამყაროში და ჩვენი ინტერესები თქვენ არ გაინტერესებთ. ესე არ არის. არა, ჩვენ გვჭირდება ის პრობლემები, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ პრიორიტეტულია და რათა ჩვენს განვიხილოთ. ასევე ბარბარემ რაც ახსენა, როცა გულში გზნობს საჭიროებას, რომ იკითხოს. და ეს შესანიშნავია, რომ არიან ისეთი ნივთები, ისეთი საგნები, რომლებიც არ არიან კონკრეტულად განსაზღვრული ბიბლიაში და ისინი მიეკუთვნებიან რაღაცა ნაცრისფერ ზონას. და აქ უკვე თქვენი პირადი სინდისის, თქვენი გულის მდგომარეობის და თქვენი დამოკიდებულების საკითხია. თუ რამდენს დახარჯავთ, როგორ დახარჯავთ, სად დახარჯავთ, როგორ დაისვენებთ, როგორ ჩაიცვალთ. თავარია, რასაც ბიბლია ამბობს, რომ კმაყოფილი ვიყოთ იმითი, რაც გვაქვს და ნუ ეძებთ ზედმეტს. თუ ღმერთი თავისი მადლით უზრუნველყოფს თქვენ სიუხვით, თქვენ მაინც ერთგული უნდა იყოთ ამ საკითხებზე და მეურვეობა გაუწიოთ ამას. მისი მადლიანი კეთილი ხელით და ლოცვა კურთხევით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ გსურს რომ ვიყოთ ძალიან გამჭირვალე, მაქსიმალურად, რათა ეკლესიამ ყოველთვის იგრძნოს. რიგითმა მრევლმა თუ სად მივდივართ და რა არის ჩვენი ხედვები, რა არის ჩვენი ამოცანები, რა არის ჩვენი მიზნები. და ეს საღამო დღეს რომელიც გავატარეთ, ძალიან შესანიშნავი დრო იყო. ისე გავიდა დრო, ვერც კი შევიგრძენით. ამიტომ მოდით ახლა ავდგეთ ყველანი ერთად და ლოცვით დავამთავროთ ჩვენი საღამო. მამაო, ჩვენ მადლობას გიხდით თქვენი მრავალი წყალობისათვის, იმდენი რამ, რაც ჩვენ მოგვეცი ჩვენთვის, იმდენი სიკეთე, რომელიც შენ ჩვენთვის გაიმეტე. და მე ვფიქრობ, რომ საუკუნეების ყველა წმინდანი, ვინც კი შენ გიცნობდა, ყველანი მსგავსად განიცდიდნენ და გრძნობდნენ, რომ შენ ყოველთვის უხვადი ძლევი, შედარებით იმაზე მეც, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე ეს სხვებს ჰქონდა. ბევრად მეტი დღეს, ვიდრე ეს ისტორიაში იყო. და უფალო ჩვენ გმადლობთ ამისათვის. ამიტომ დაგვეხმარეთ ვიყოთ მათი ჩვენი დროის, ჩვენი ნიჭის, ჩვენი საჩუქრების, ჩვენი ენერგიების, ჩვენი ფულის, ჩვენი რესურსების კარგი მეურვეები. რათა ყოველთვის ისინი ჩავდოთ მარადისობაში. უფალო გამოგვიყენე და გამოგვაყენებინე ისინი შენი სამეფოსათვის. დაგვეხმარე რომ უფრო მეტად გავიგოთ შენი სიტყვა, გაუგოთ შენ ეკლესიას, თუ როგორ მართოთ ის, როგორ ვიცხოვროთ და როგორ გაუმკლავდეთ სამყაროს შემოტევებს. გთხოვ დაგვეხმარო და გვიშველო უფალო, რომ მივახციოთ ჩვენი ქალაქის ამ დიდ უშველებელ მოსახლეობას, ამ ხეობას და მთლიანად ამერიკელ ერს ქრისტეს გულისათვის. მოგვეცი და გამოგვიგზავნეთ მეტი მოწმე და უფრო დიდი გაბედულება. გთხოვ რომ მომცე მეც პირადად უფრო მეტი დიდი ერთგულება, უფრო მეტი დიდი სიყვარული შენი სიტყვისადმი, უფრო მეტი ერთგულება შენი საქმისათვის ყოველმხრივ. გთხოვ დაეხმაროთ ჩვენ ოჯახებს, რომ ვიყოთ ისეთები, როგორიც უნდა ვიყოთ. დაეხმარეთ ჩვენ შვილებს. ღმერთო, რომ შეიყვარონ იესო ქრისტე მთელი გულით, სულით, გონებით, მთელი ძალით, რათა იყვნენ ჩვენზე უკეთესი თაობა, რათა მართლაც გადაეცეს მათ ეს მართალი თესლი, რომელიც შენ დათესე ამ ეკლესიაში. და ღმერთო, გთხოვ დაგვეხმარო ერთმანეთთან ურთიერთობაში, რათა მაქსიმუმი გავიღოთ ამ ურთიერთობებისათვის, ჩვენ ოჯახებში, ჩვენ მეგობრობაში და მათთან, ვისაც ჩვენ ვიცნობთ. რათა ამ ურთიერთობებში იყოს მაქსიმალური ენერგიების და სიყვარულის ურთიერთგაცვლა, რათა იყოს სულიერი მოგება,
და სულიერი სარგებელი ნებისმიერი მისი წევრისათვის. ვთხოვთ, რომ აკურთოთ ყველა, ვინც ამ ეკლესიაში მსახურობს ნებისმიერ ხარისხში, ნებისმიერ ადგილზე და მიეცით მათ შესაბამისი სულიერი ნაყოფები, რომელიც იქნება თქვენი სახელის განსადიდებლად. იესოს სახელით, ამინ.